თქვენს არ მისვას პარლამენტარიზმის 100 წლის არაფერი სერიოზული ამ დილას შევხვდი ბიძინა ივანიშვილს თუ გინდათ ამ საკითხზეც მივხვდით ეხლა რა უნდა მეკითხა ხო შემდეგი დილით შევხვდი დაბადების დღესთან დაკავშირებით ცოტა დაბადების დღესთან დაკავშირებით და ცოტა ერთ კულტურულ გეგმასთან რომელიც მაქვს და რომელიც ეხება გეტყვით ყველაფერს სახელოვნო ბაზრის შექმნა საქართველოში რომელიც მაგრამ მაინც დაბადების დღეს უკავშირდებოდა უფრო თქვენ მიხვედით ხო მასთან ხო მე მივედი იმიტომ რომ მინდოდა ამ თემაზე და ეხლა ეს როგორ ხდება ხოლმე იუბილარი იქით მიდის იუბილარზე თუ განცდა იმისი რომ ის ყველაფერზე მაღლა დგას და ყველაზე მაღლა დგას არა იმიტომ რომ ცოტა ისე უცნაურად ერთი გამოიყურება იმიტომ რომ იუბილარი ხართ მეორე რომ პრეზიდენტი ხართ და მესამე რომ ამ ადამიანს ივანიშვილს უადანაშაულებენ იმაში რომ არაფორმალური მმართველი ამ ქვეყნის და ეხლა როცა პრეზიდენტი მე მეუბნება რომ მასთან შეხვედრა ქონდა რაღაც თუნდა ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ეს ჩემთვის ცოტა გაუგებარია თქვენი ფეხით მიდიხართ მასთან საკითხების შესახმებლად ბევრ ადამიანებთან დავდივარ და არაფერი არ შემითანხმებია შევთავაზე მოსაზრება, რომელიც ეხება საკითხს, რომელშიც არის ძალიან ჩართული და ეხება თანამედროვე ხელოვნებას და სახელოვნებო ბაზრობას, რომელზედაც ვესაუბრე რამოდენიმე ადამიანს ჩემი საფრანგეთში ვიზიტების დროს და მე მგონი არის საინტერესო და ამ კუთხით შევხვდი, ეს არ ეხება არც პარტიას, არც მთავრობას და არა, რა სტატუსით შეხვდით, თუ კი რაიმე მნიშვნელოვანზე არის თუნდაც საკითხი. არც დამიმალავს რაზე შეხვდი, გეუბნებით რომ არის ჩემი რაღაცა მოსაზრება, რომელზედაც შემიძლია ვესაუბრო დღეს ერთ ადამიანს, ხვალ მეორე ადამიანს, იმიტომ ეს არის საკითხი, რომელიც ბევრს შეიძლება კონდეს ამაზე მოსაზრება. არა, თვითონ ბიძინა ივანიშვილი რა სტატუსში წარსდგა ამ დროს თქვენს წინაშე. ანუ რას გეკითხებით, ხომ ხვდებით თქვენ თავს ვალდებულათვლით მის წინაშე რომ დაუშვათ რაღაც მნიშვნელოვანი საკითხი არის და მიხვიდეთ მასთან ერთად განიხილოთ ვალდებულათვლით როგორც პარტიის თავმჯდომარეს თუ როგორც ამ ქვეყნის ბატონ პატრონს მე მგონი მეტყობა რომ არანაირად არ ვთვლი ვალდებულად არც ერთი არც მეორე და არც მესამე ეს არ არის ის საკითხი რომელიც ეხება იმ თანამდებობებს რომელსაც ასახლებდით ეს არის სრულიად თავისუფალი მიეჩვიეთ იმას რომ ვარ თავისუფალი ადამიანი ის მიეჩვია რომ ვარ თავისუფალი ადამიანი და ძალიან ბევრი ადამიანი ამ ქვეყანაში შეეჩვევიან იმას რომ ვარ თავისუფალი ადამიანი გარდა ის რომ ვარ პრეზიდენტი და როცა ვარ პრეზიდენტის როლში იქ მე მგონი რომ ვცდილობ ყოველ შემთხვევაში რომ ვიყო სრულიად პრეზიდენტის მე სხვათა შორის ყოველგვარი ტანჯვის გარეშე გეტყვით რომ მე ძალიან მომწონს როდესაც ვხედავ რომ მაგალითად პრეზიდენტი თავისუფლად გადაადგილდება სასეირნებს თუ პარფიუმერიის მაღაზიაში მიდის ეს ჩემთვის მოსაწონია ჩვეულებრივი რიგითი მოქალაქეა პრეზიდენტი და მე ამას მივესალმები უბრალოდ ჩემს კითხვას დავაზუსტებ ბიძინა ივანიშვილი რაღაცა საკითხების თაობაზე, როდესაც გესაუბრებათ, რა სტატუსით თქვენ მას ესაუბრებით? როგორც თავისუფალი ადამიანი, თავისუფალ ადამიანს. გუშინაც შევხვდი სხვა მეგობრებს კაფეში, რომელთანაც ვისაუბრებ ნახეს. არაფერი არ იმალება და არც არაფრის დამალვას არ ვაპირებ. თუ ახსნები ერთი ნიკუშა შენგელაია იყო. არა, გუშინ არა, მაგრამ გუშინ წინ შეიძლება. იმიტომ რომ მითხეს ერთ-ერთ კაფეში გნახეს ნიკუშა შენგელაია. მე დავდივარ კაფეებში, დავდივარ რესტორნებში, დავდივარ მეგობრებთან და არც ერთ მეგობარს ან ნაცნობს, როცა რაღაცაზე საუბარი მინდა, არ ვეუბნები რომ მე პრეზიდენტი ვარ და მე უნდა მეახლოთ სახლში და ან ოფისში. ხომ გეუბნებით, მართლა კიდევ ერთხელ გავიმეორე, მე მომწონს. მე არ მომწონს შეზღუდული ადამიანები თანამდებობების მიხედვით, ამიტომ გულწრფელად გეუბნებით, რომ აი მაგალითად ვერაფერს აქილიკოს იმაში ვერ ვხედავ, თუკი პრეზიდენტი, რომელიც არის ქალი, საკუთარი სახის კრემის საყიდლად მიდის საკუთარი ფეხი და არა დაუშვათ ვიღაცებს მოაქვთ. ამაში არაფერია. ჩემი კითხვა უბრალოდ იმის გარკვევას უკავშირდებოდა, რა სტატუსი აქვს ხოლმე თქვენს თვალში